2008 წლის მაისში, პატარა ფრანგულ სოფელ ბოლიუში, რომელიც მდებარეობს ნორმანდიის რეგიონში, ზღვისპირა ქარების და ძველი ქვის სახლების შორის, ლუკა მორელი დადგა ეკლესიის კარიბჭეში თეთრ პერანგში და ელოდა ქალიშვილს, რომელსაც 3 წელიწადზე მეტია იცნობდა. იგი 32 წლის იყო, მუშაობდა მამის მცირე მეურნეობაში, სადაც ზრდიდნენ ვაშლებს და აწარმოებდნენ სიდრს. ეკლესია იყო მცირე იმ სახის, რომელიც შენდება საუკუნეების განმავლობაში და რომლის კედლებიც ინახავენ ათასობით ისტორიას. მოწვეულები იყვნენ 50-ზე ნაკლები ადამიანი, ძირითადად მეზობლები და ოჯახის ახლო წევრები. ამელი დიუბუა 29 წლის მასწავლებელი დაწყებითი სკოლისა, რომელიც მუშაობდა მეზობელ ქალაქში, მზად უნდა ყოფილიყო მშობლების სახლში, სადაც იგი ემზადებოდა თავის და აფხაზებთან ერთად. დილა იყო მოწმული და წვიმიანი, როგორც ხშირად ხდება ნორმანდიის გაზაფხულზე, მაგრამ მოწვეულები იყვნენ მშვიდები და მოლოდინში. ლუკას მამა, ჟან პიერი, ძველმოდური კაცი, რომელიც იშვიათად საუბრობდა ზედმეტს, იდგა ვაჟის გვერდით და ამოიგდებდა სულს მძიმედ. საათი 1 გავიდა დანიშნული დროიდან, შემდეგ 2. სასულიერო პირი, მოხუცი მამა ბერნარდი, რომელიც ამ ეკლესიაში 30 წელზე მეტი ემსახურებოდა, ეხმიანებოდა ლუკას მხრებზე და ეუბნებოდა, რომ ალბათ გზაზე რაღაც პრობლემა იქნებოდა. მოწვეულები იწყებდნენ ჩურჩულს. ლუკა დარეკა ამელის მშობლების სახლში 2-3-ჯერ. პასუხი არავის უცემია. მან დარეკა ამელის დას, მარტინს, რომელიც უნდა ყოფილიყო მასთან ერთად. მარტინმა უთხრა, რომ ამელი გასულა სახლიდან დილის 6 საათზე, თქვა, რომ უნდა გაესეირნებინა ერთი რამ ზღვასთან და მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მერე აღარ უნახავს. პოლიციას დაურეკეს შუადღისას. ჩამოვიდა 2 ოფიცერი პატარა სოფლის განყოფილებიდან, ჩაიწერეს ინფორმაცია, კითხეს საკმაოდ ჩვეულებრივი კითხვები, შეამოწმეს ამელის ოთახი მშობლების სახლში და ვერაფერი აღმოაჩინეს განსაკუთრებული. ტანისამოსი იყო ადგილზე, ფული, პირადობის მოწმობა. არ წაუღია არაფერი თან, გარდა იმისა, რაც ეცვა, მარტივი შავი პალტო და ჯინსი. ქორწილის კაბა ეკიდა კარადაში, შეუხებელი. პოლიციელებმა თქვა, რომ ალბათ მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ქალიშვილს შეეშინდა, რომ ეს ხშირად ხდება. განუმარტეს, რომ ყველა პირი, რომელიც თვითნებურად ტოვებს საკუთარ ადგილს, უფლება აქვს ამის გაკეთების და პოლიცია ვერაფერს გააკეთებს თუ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლუკა მითხოვა მეტი ძიება, მაგრამ ოფიცერმა თავის ქნევით უპასუხა და უთხრა, რომ მოცდეს, რომ ალბათ ცოტა ხანში დარეკავს და ყველაფერს ახსნის. ოჯახის წევრები ეძებდნენ 2 დღის განმავლობაში ზღვისპირას, ძველ გზებს, დღეს, რომელიც იწყებოდა სოფლის კიდეზე, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ლუკა დადიოდა ყოველ ადგილას, სადაც ამელი ოდესმე უყვარდა სეირნობა, პატარა კლდოვან სანაპიროს, ძველ შუქურას, რომელიც აღარ მუშაობდა, მცირე კაფეს, სადაც ისინი ხვდებოდნენ თავდაპირველად. ყველა ადგილი იყო ცარიელი. თითქოს ამელი არასდროს არსებულიყო. მეზობლებმა დაიწყეს ლაპარაკი. ზოგიერთი ამბობდა, რომ ამელის სახეზე უკანასკნელი კვირების განმავლობაში იყო დაძაბულობა, რომ იგი ნაკლებად იღიმებოდა. სხვები ამბობდნენ, რომ სრულიად ნორმალური ჩანდა. ქალაქში რომ მუშაობდა, იქ არავის უთქვამს რაიმე განსაკუთრებული. მისი უშუალო კოლეგა, ქალბატონი დუპონი, თქვა, რომ ამელი იყო წყნარი და კეთილი, მაგრამ ბოლო პერიოდში შეეჩვენა, რომ მეტად ფიქრიანი იყო, თითქოს რაღაც აწუხებდა, მაგრამ არასდროს ელაპარაკა ამის შესახებ. პოლიციამ გააკეთა ოფიციალური გამოძიება თვის განმავლობაში. გამოიკითხეს ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მეზობლები. შეამოწმეს საბანკო ანგარიშები, ამელი არ გაიტანა ფული. შეამოწმეს მოძრაობა მობილური ტელეფონიდან, უკანასკნელი სიგნალი იყო სოფლის რაიონში დილის 6 საათზე, შემდეგ გამოირთო. არ არსებობდა არანაირი კვალი. პოლიციამ განაცხადა, რომ საქმეს ინახავდნენ ღიად, მაგრამ აქტიური გამოძიება შეწყვიტეს 2 თვის შემდეგ. ლუკას ოჯახმა დაიქირავა კერძო დეტექტივი, კაცი სახელად პიერ გოდინი, რომელიც მუშაობდა პარიზიდან. იგი ჩამოვიდა, გაატარა 2 კვირა, ესაუბრა იმავე ადამიანებს, შეამოწმა იმავე ადგილები და არაფრით განსხვავებული დასკვნა გააკეთა. თქვა, რომ სავარაუდოდ ამელიმ დატოვა სოფელი საკუთარი ნებით, რომ შესაძლოა გადავიდა სხვა ქალაქში, სხვა რეგიონში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში და რომ თუ ადამიანი არ სურს რომ იპოვონ, ძალიან რთულია მისი მოძებნა. ლუკა არ ესწრებოდა ამ ახსნას. იგი მჯერა, რომ რაღაც მოუხდა ამელის, რომ იგი ვერასდროს გაიქცეოდა ასე, უსიტყვოდ უკვალოდ. იგი აგრძელებდა ძებნას თვეების განმავლობაში, მარტო კვირაში 3-4ჯერ დადიოდა იმავე მარშრუტებს, აკრავდა ფურცლებს ამელის ფოტოებით სოფლის ირგვლივ და მეზობელ ქალაქებში, ესაუბრებოდა უცხო ადამიანებს. მისი მამა ეუბნებოდა, რომ უნდა შეეწყვიტა, რომ ეს უკვე აზარტო იყო, რომ სიცოცხლე გრძელდებოდა. ლუკა არ უსმენდა.
იგი შეწყვიტა მუშაობა მეურნეობაში, ცხოვრობდა დანაზოგებით და ეძებდა. მისი დედა, კლერი, რომელიც იყო უფრო რბილი და ემოციური ქალი, ხშირად ტიროდა საღამოებით და ლუკას ეთხოვებოდა, რომ დაბრუნებულიყო ნორმალურ ცხოვრებაში, რომ ამელი თუ ცოცხალი იყო და სურდა დაბრუნება, თავად დაბრუნდებოდა. ერთი წელი გავიდა, შემდეგ ორი. ლუკა ნელ-ნელა შეწყვიტა აქტიური ძებნა, მაგრამ ვერასდროს შეწყვიტა იმედი. იგი მუდმივად ამოწმებდა ინტერნეტში, ბაზებში უგზურუკულ დაკარგული ადამიანების რეგისტრაციებს საავადმყოფოებში, ნებისმიერ ინფორმაციას, რაც შეეძლო იპოვოს. არაფერი. ამელის ოჯახი თანდათან შეეგუა ვითარებას. მარტინი, ამელის და დაქორწინდა და გადავიდა სამხრეთ ფრანგულ ქალაქ ტულუზაში. ამელის მამა გარდაიცვალა 2011 წელს გულის შეტევით. ამელის დედა, კოლეტი, დარჩა სოფელში, მარტო, მაგრამ აღარასდროს ელაპარაკებოდა ამელის შესახებ. ლუკა ხვდებოდა მას თვეში ერთხელ, იკითხებოდა ხომ არ ჰქონდა რაიმე ახალი, მაგრამ კოლეტი ყოველთვის ქნევდა თავს და აბრუნებდა თვალებს. ცხადი იყო, რომ დედა წარმოიდგენდა უარესს, რომ მისი გულში ქალიშვილი აღარ ცხოვრობდა. ლუკა დაბრუნდა მუშაობაში 2010 წელს, 3 წელს ამელის გაქრობის შემდეგ. მუშაობდა უფრო მეტს, უფრო მძიმედ, თითქოს ეცადა დაევიწყებინა რაღაც. მისი მშობლები იყვნენ შეშფოთებული, მაგრამ უკვე არაფერს ამბობდნენ. ლუკა იყო მდუმარე, ნაკლებად სოციალური, თითქოს ნაწილი მისი აღარ ცხოვრობდა. 2012 წელს ერთ მეზობელმა, ქალბატონმა რუსომ, რომელიც აწარმოებდა პურის ღუმელს სოფელში, გააცნო ლუკას თავისი შვილიშვილი, სოფი, რომელიც ჩამოსულიყო პარიზიდან რამდენიმე თვით, რომ დაესვენა და დაეხმარა ბებიას. სოფი იყო 35 წლის, მუშაობდა აქტუარად სადაზღვეო კომპანიაში და იყო სრულიად განსხვავებული ამელისგან, უფრო ღია, უფრო პრაქტიკული, ნაკლებად მეოცნებე. ისინი ჩაივლიდნენ ყოველდღე, ლუკა ყიდულობდა პურს ღუმელში და სოფი მასთან ესაუბრებოდა. თანდათან დაიწყო მეგობრობა, შემდეგ რაღაც მეტი, ძალიან ნელა, ძალიან ფრთხილად. სოფი იცოდა ამელის ისტორიაზე. ყველა მიცოდა სოფელში. მან არასდროს ჰკითხა პირდაპირ, არასდროს აიძულა ლუკა, რომ ელაპარაკა, მაგრამ იყო თანხლები და მშვიდი. ლუკა აფასებდა ამას. 2013 წელს სოფი დაბრუნდა პარიზში, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ კომუნიკაციას ტელეფონით და ემაილებით. ლუკა ჩამოდიოდა პარიზში რამდენიმეჯერ მისასვლელად. სოფი ბრუნდებოდა ბოლიუში საკუთარი ბებიასთან ყოველ პატარა არდადეგებზე. ურთიერთობა იყო მშვიდი და დაბალანსებული საპირისპირო იმისა, რაც იყო ლუკასა და ამელის შორის, სადაც ყველაფერი იყო უფრო ინტენსიური და ემოციური. 2014 წლის ბოლოს ლუკამ სთხოვა სოფის ყოფილიყო მისი ცოლი. სოფიმ დააყოვნა პასუხი რამდენიმე კვირით, არა იმიტომ, რომ არ უყვარდა ლუკა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, რომ ლუკას შიგნით კვლავ ცხოვრობდა ძველი ტკივილი, კითხვები, რომლებსაც პასუხი არასდროს მიეცათ. მაგრამ მან თქვა დიახ, იმიტომ რომ გრძნობდა, რომ ლუკას სჭირდებოდა მოძრაობა წინ, რომ ცხოვრება არ უნდა გაჩერებულიყო უვადოდ. ისინი დაგეგმეს ქორწილი 2015 წლის ივნისისთვის, 8 წელიწადში პირველი განზრახვიდან. ეს ქორწილი იქნებოდა უფრო მარტივი, მცირე, ოჯახური. დაიპატიჟეს 30-ზე ნაკლები ადამიანი. ლუკა არ მოულოდნელად გრძნობდა თავს დამშვიდებულად, თითქოს რაღაც ნაწილი მისი ტკივილისა ეძლეოდა სივრცეს სხვა რამისთვის. ქორწინების დღეს, ივნისის 11-ს, ამინდი იყო ნათელი და ღრუბლიანი. იგივე ეკლესია, იგივე მამა ბერნარდი, რომელიც უკვე უფრო მოხუცებული იყო და უძლოდა მოძრაობას ხელჯოხით. სოფის კაბა იყო მარტივი, კრემისფერი, არა თეთრი. მან ამოიღო ყვავილები იმავე ადგილობრივი ყვავილების მაღაზიიდან, რომელშიც ამელიმ შეუკვეთა თავისი ბუკეტი 8 წლით ადრე. ლუკა იყო მშვიდი, თუმცა მის სახეზე კვლავ ჩანდა ჩრდილი წარსულისა. დედა კლერი ტიროდა, მაგრამ ეს იყო ბედნიერების ცრემლები, არა მწუხარებისა. მამა ჟან-პიერი იდგა გვერდზე, ისევ მყუდროდ, ისევ ნაკლებად მოლაპარაკე, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც მშვიდობა. სოფის ოჯახი ჩამოსული იყო პარიზიდან, მისი მშობლები, 2 ძმა, რამდენიმე ახლო მეგობარი. ქორწინების დადასტურება გაიარა სწორი და მარტივად. საბანკეტი იმართებოდა სოფლის პატარა რესტორანში, ის იყო პატარა ადგილი, რომელიც ფლობდა ერთი ოჯახი 80 წლის განმავლობაში. მას პინძელი მუსიე დურანი იყო ლუკას ბებიის ძმისშვილი. მზადდებოდა ტრადიციული საჭმელი, ცხობი ვაშლებითა და კარაქით, სენის ხორცი შესაბამისი სოუსით, ადგილობრივი ღვინო და სიდრი. ყველაფერი იყო მარტივი და ნაცნობი. სოფის ბუკეტი იდო მაგიდაზე მანამ სანამ იწყებოდა მიღება. ეს იყო საშუალო სიდიდის ბუკეტი, შემდგარი თეთრი ვარდებისა და იბერიისაგან, მარტივი, მაგრამ თვალწარმტაცი.
სადილის დროს, როდესაც მეჰარბუხებმა დაიწყეს ჩიქების დაკვრა და მიღება გამოსვლა, სოფია მოიღო ბუკეტი, რომ გადაეცა ერთ-ერთ მისგან უკორწინებელ მეგობარს, ის იყო ტრადიცია. მაგრამ როდესაც ხელში აიღო, დაუშვა რაღაც მძიმე ვარდების შორის. იგი შეჩერდა. თავიდან ეგონა, რომ რაიმე ბუნებრივი იქნებოდა, ღერო ან ფოთლები, მაგრამ შემდეგ იგრძნო, რომ ეს იყო რაღაც უფრო მყარი. მან თანმიმდევრულად გაშალა ყვავილები ფრთხილად და ნახა პატარა თეთრი კონვერტი, მჭიდროდ ჩასმული შიგნით. კონვერტი იყო მცირე, მარტივი, არაფერი წერილი არ ედო გარედან. სოფიმ გახსნა. შიგნით იყო შერეული ფურცელი, ძველი, ცოტა ყვითელი, თითქოს ბევრი დრო იყო გასული. ხელწერა იყო ფრთხილი, დახვეწილი, ქალური. სოფიმ იცოდა, რომ ეს იყო ამელის ხელწერა, იმიტომ რომ ლუკას ეხმარებოდა ერთხელ ძველი ფოტოებისა და წერილების დალაგებაში და ნახა რამდენიმე მოღალატე, რომელიც ამელიმ დაუწერა ლუკას ადრეულ თარიღებში. სოფიმ იცოდა, რომ უნდა ეჩვენებინა ეს ლუკას, მაგრამ ერთი წუთით გაიყინა, თავის თავში იკითხა თუ რა იქნებოდა შიგნით წერილი. მან კითხულობა დაიწყო. წერილი იყო მოკლე. ლუკა, ვარ ძალიან სინანული. ვიცი, რომ ეს უცნაურია და რომ შენ ვერასდროს გაიგებ. მე ვერ შემიძლია დავთხოვო შენ რომ მიმატო, იმიტომ რომ არც მე ვიცი თუ როგორ ავუხსნა თავი. მე გადავწყვიტე რომ წავალ არა იმიტომ რომ არ მიყვარხარ და არა იმიტომ რომ რაიმე ცუდი მოხდა. უბრალოდ გავიგე რომ ვერ ვარ ის ადამიანი, რაც ყველას სჭირდება რომ ვიყო. ვურძნობ რომ კარგავ ჩემს თავს და ვეღარ ვიცი რა მინდა სინამდვილეში. არ შემიძლია შემოვიდე იმ ცხოვრებაში და ვაკეთო იმედი რომ ერთხელ გავხდები ბედნიერი. არ მინდა შენი დროის გაფლანგვა და არა მიცდა რომ ერთი დღის შემდეგ გამოვივიძო და მივხვდე რომ თქვენი უზარმაზარი შეცდომა და გაველანდესენ და შენს ოჯახზე. არ მიმაძებნო, გთხოვ. არ იმედოვნო ჩემზე. მე უნდა ვიპოვო თავი და არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდება, ან ვიქნებიო წარმატებული ამაში. შენ იმსახურებ ბევრად უკეთეს, ვიდრე მე შემიძლია შენთვის ვქმნა. მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო შენი ცოლი ამ წუთში. არა, შენი ბრალი, არა ჩემი. უბრალოდ არასწორი დრო. გნებავ, როდესაც წავიდე იყავი ბედნიერი. ეს ყველაფერი რაც მინდა შენთვის. ბედნიერება, რომელსაც მე ვერ მოგცემ. ამელი. სოფი მიგრძნო თუ როგორ დარხა ხელები. იგი ჩააბრუნა თავი და ნახა ლუკა მეორე მხარეს ოთახის ესაუბრებოდა თავის ბიძას. იგი არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. თუ ეჩვენებინა წერილი ახლა ამ მომენტში, დღეს რომელიც უნდა ყოფილიყო ბედნიერი. თუ დაელოდებინა. მან დაკეცა წერილი და ჩაიდო ჩანთაში. გადაწყვიტა რომ ლუკას აჩვენებდა ერთ კვირაში, მას შემდეგ რაც ქორწინების უშუალო ემოცია გაივლიდა. არ მოულოდნელად ეს წერილი შეეცვალა ყველაფერი. ამელი იყო ცოცხალი, ან სულ მცირე იყო ცოცხალი იმ დღეს, ან რამდენიმე დღით ადრე. ის დატოვა წერილი იმ ბუკეტში და როგორ მოხდა რომ ეს ბუკეტი მივიდა სოფის ხელში? აზრი არ ედო. სოფიმ ცოტა ხანს იფიქრა და გაიხსენა რომ ყვავილების მაღაზიაში მუშაობდა ერთი მოხუცი ქალბატონი ლავიში, რომელიც ბევრ წელიწადს იყო იქ და რომელიც იყო ძალიან ფრთხილი და ტრადიციული. შესაძლოა ამელი მიაცა იმას წერილი რამდენიმე წლის წინ, სთხოვა რომ ჩაედო რომელიმე მომავალ ბუკეტში, რომელიც ლუკასთვის მოემზადებინათ. სოფი იყო დაშფოთებული და დაბნეული. მან გადაწყვიტა წასვლა ყვავილების მაღაზიაში მეორე დღეს. ქორწინების დანარჩენი ნაწილი გაიარა ნორმალურად, მაგრამ სოფი ვერ იყო სრულად აქ. ლუკა არაფერს ამჩნევდა, ან სულ მცირე არაფერი ეუბნებოდა. ღამით, როდესაც ისინი დაბრუნდნენ მცირე სახლში, რომელშიც ლუკა ცხოვრობდა სოფლის კიდეზე, სოფიმ ვერაფერი უთხრა. მან იცოდა რომ უნდა ელაპარაკა, მაგრამ ვერ იპოვა სიტყვები. მეორე დღეს დილით სოფი წავიდა ყვავილების მაღაზიაში, სანამ ლუკა გაეღვიძებოდა. მაღაზია იყო მცირე, თითქმის ცარიელი, მხოლოდ რამდენიმე აწყობა იდო ვიტრინაში. ქალბატონი ლავიში იდო ყვავილების უკანა მხარეს და ახარისხებდა ფოთლებს. იგი იყო დაახლოებით 60 წლის, პატარა ზომის, თმა შედგებოდა ნაცრად. სოფიმ მოკითხა, განუმარტა ვინ იყო და ამბობა დაიწყო მოხდენილზე. ქალბატონი ლავიში ნელა გაიღიმა და თქვა კი მახსოვს. ამელი მოვიდა აქ 2008 წლის მაისის დღეს, ადრეობით დილით, რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ქორწინება უნდა დაწყებულიყო. მან იყო ძალიან წყნარი და ბრუნებული. მან გამომცა ეს პატარა კონვერტი და მითხრა რომ თუ ოდესმე, ნებისმიერ მომავალ დღეს ლუკა მოინახულებდა რომ შეეკვეთა ბუკეტი ქორწინებისთვის, მინდოდა ეს კონვერტი ჩამედო შიგნით. მე ვკითხე რატომ და იგი მიუგო რომ არ შეეძლო ახსნა, მაგრამ ამას ძალიან სჭირდებოდა. მე ვუთხარ რომ ეს იყო უცნაური, მაგრამ ამელი იყო კარგი ქალიშვილი,
ისეთი ვისაც მე დაახლოებით ვიცნობდი, როდესაც პატარა იყო. მე დავეთანხმე. ჩავიდე კონვერტი პატარა ყუთში, რომელშიც ვინახავდი განსაკუთრებულ საქმეებს და ვიცოდა, რომ ვერ დაკარგავდა. სოფი მიკითხა თუ იცოდა ამელის რა მოუხდა, სადაც წავიდა. ქალბატონი ლავიშმა ქნია თავი. თქვა, რომ არასდროს უნახავს ამელი ისევ, არასდროს გაუგია არაფერი. თქვა, რომ ამელის სახეზე იყო ისეთი გამონახულება, თითქოს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ძალიან შეშინებული. სოფი დაბრუნდა სახლში შუა დღისას. ლუკა იყო სამზარეულოში და ამზადებდა ყავას. სოფიმ წარმოსთქვა კონვერტი ჩანთიდან და გაშალა მაგიდაზე. ლუკა, უნდა წაიკითხო ეს. ლუკამ შეხედა, თავდაპირველად გაუგებლად, შემდეგ ნახა წერილი და მისი სახე შეცვალა. მან წაიკითხა დუმილში, მთელი ფურცელი, შემდეგ კიდევ ერთხელ. მან დააყენა წერილი მაგიდაზე და იჯდა უძრავად რამდენიმე წუთის განმავლობაში. სოფი იდო მის წინ და არაფერს ამბობდა. ბოლოს ლუკამ ჰკითხა, სად იპოვე ამას. სოფი ახსნა ყველაფერი, ბუკეტი, კონვერტი, ყვავილების მაღაზია, ქალბატონი ლავიში. ლუკა კვლავ დუმდა. შემდეგ იგი თქვა, მაშასადამე იგი არ გაქრა. მან გაიქცა. სოფიმ დაწყო უპასუხა რაღაც, მაგრამ ლუკამ ჩერდა ხელით. მე 8 წელიწადი ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი მოუხდა. რომ იყო ავარია, რომ დაზიანდა, რომ დაკარგა მეხსიერება, რომ იყო რაიმე შემთხვევა. მაგრამ იგი უბრალოდ წავიდა. იცოდა, რომ მე მოვკვდებოდი ფიქრში და მაინც არ უთქვამს არაფერი. სოფი ხედავდა, როგორ ერეოდა ტკივილი და გაბრაზება ერთად ლუკას სახეზე. იგი ადგან მივიდა ფანჯარასთან და დადგა უკანას, ხრებით. რატომ დატოვა წერილი ასე? რატომ არა უბრალოდ წაიღო და წავიდა? რატომ მეიდა ამ გზაზე ცოდვამდე? სოფიმ ფიქრიანად უპასუხა, ალბათ იმიტომ, რომ უნდოდა რომ იცოდე, რომ არა შენი ბრალი, რომ არავის ბრალი არაა. ალბათ უნდოდა რომ სახერხო გზაზე ეცადა დახურვა, რასაც ვერ გაბედა პირისპირ თქმა. ლუკამ მოიბრუნა, მის სახეზე იყო ცრემლები, მაგრამ ხმა იყო მყარი. მაგრამ რა სარგებელი აქვს ამ წერილს ახლა? ის წერა ამას 8 წელიწადის წინ. სად არის ის ახლა? ცოცხალია? ბედნიერია? იპოვა თავისი თავი? ან კვლავ დაკარგულია? სოფიმ უპასუხა, მე არ ვიცი. მაგრამ ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ნებადართი თუ შენი შეგნება. ლუკა იდო ისევ და წაიკითხა წერილი მესამედ. შემდეგ ნელა დაკეცა და ჩააბრუნა კონვერტში. იგი თქვა, მე მგონია, რომ ნაწილი ჩემისა ყოველთვის იქნება დაკავშირებული მასთან. მაგრამ სოფი, მე არ მინდა, რომ ეს წერილი შეცვალოს ჩვენი დღე ან ჩვენი მომავალი. ამელიმ გააკეთა თავისი არჩევანი და მე უნდა გავაკეთო ჩემი. მე ავირჩიე შენ. ავირჩიე ეს ცხოვრება. სოფიმ მიიღო მისი ხელი და ამბობა, მე ვიცი. მე კვლავ გვერდით ხარ. შემდგომ დღეებში და კვირებში ლუკა იყო უფრო მოსვენებული, ვიდრე კი ოდესმე იყო წინა წლების განმავლობაში, მაგრამ ასევე იყო რაღაც სირთულე მის შიგნით, რაღაც რაც არასდროს მიმდინარებას. იგი არ ელაპარაკებოდა ძალიან ბევრს ამელის წერილის შესახებ, მაგრამ სოფი იცოდა, რომ იგი ფიქრობდა ამაზე ყოველ დღეს. ერთხელ 8 თვის შემდეგ 3 თვის საღამოს ლუკამ უთხრა სოფის, რომ წავიდა ამელის დედის, კოლეტის სანახავად და აჩვენა მას წერილი. კოლეტი წაიკითხა და არაფერი თქვა. უბრალოდ ქნია თავი, დაკეცა წერილი და დაუბრუნა ლუკას. ლუკა თქვა, რომ კოლეტის სახეზე იყო რაღაც მშვიდობა, თითქოს ბოლოს იცოდა სიმართლე, მაგრამ ასევე იყო უსასრულო სევდა. ლუკა და სოფი გადავიდნენ წინ თავიან ცხოვრებაში. ისინი დარჩნენ ბოლიუში, ასევე მუშაობდნენ, ასევე ცხოვრობდნენ მშვიდ და წესიერ ცხოვრებაში. ამელის ოფიციალური გაქრობა კვლავ იყო ღია საქმე პოლიციაში, მაგრამ არავინ აქტიურად არ ეძიებდა. სოფი და ლუკას ჰყავდათ პირველი შვილი 2017 წელს, პატარა გოგონა სახელად ემა. ცხოვრება გრძელდებოდა. მაგრამ ლუკას არასდროს ხვარებია ამელის ბოლო სიტყვები, ფრაზა რომელიც ამბობდა გნებავ, როდესაც წავიდე იყავი ბედნიერი. იგი ხშირად ფიქრობდა, არის თუ არა ბედნიერება მართლაც ასეთი მარტივი არჩევანი. შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ბედნიერი, როდესაც ნაწილი მათი წარსულისა კვლავ არის დაკარგული, უპასუხო, გაუგებარი. ერთ საღამოს 2020 წელს, 12 წელს ამელის გაქრობის შემდეგ ლუკას დაურეკა უცნობი ნომრიდან. ხმა იყო ქალის ახალგაზრდა ნერვიული. ქალმა თქვა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ამელის შესახებ და უნდა შეხვედროდა პირადად. ლუკა დაარეკა რამდენიმე კითხვა, მაგრამ ქალმა ამბობა, რომ ვერ ელაპარაკებინა ტელეფონით.
ლუკა შეხვდა მას კაფეში პატარა ქალაქში დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით ბოლიუსგან. ქალი იყო დაახლოებით 25 წლის, თმა ყავისფერი, თვალები მომცრო. მან განუმარტა, რომ მისი სახელი იყო ლუსი და რომ იგი მუშაობდა სოციალურ მუშაკად მარსეიში. მან უთხრა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ შეხვდა ქალს, რომელსაც ჰქონდა რთული ფსიქოლოგიური პრობლემები და რომელიც ცხოვრობდა მცირე ბინაში მარსეის გარეუბანში. ეს ქალი არასდროს ამბობდა თავის სრულ სახელს, მხოლოდ თქვა, რომ მოეწოდებოდა ანა. ლუსიმ ახსნა, რომ ანა იყო ძალიან დახურული, არ საუბრობდა თავის წარსულზე, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო გარკვეული ნდობის შექმნა ლუსისადმი. ანამ რამდენჯერმე ახსენა, რომ მან დატოვა სხვაობა ადგილი მრავალი წლის წინ და აღარ დაბრუნდა, რომ დაუტოვებია ოჯახი და ადამიანები, რომლებიც უყვარდა. ლუსიმ ჰკითხა რატომ, მაგრამ ანა არასდროს აღნიშნავდა კონკრეტულ მიზეზს. უბრალოდ ამბობდა, რომ იგი არ იყო მზად, რომ იგრძნო, რომ ხუჭავდა. რამდენიმე თვის წინ ანამ ჰქონდა დიდი კრიზისი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. იქ დოქტორებთან საუბრის დროს მან მოიხსენა სახელი ლუკა და ბოლიუდა, რომ მან გააკეთა ძალიან დიდი შეცდომა. ლუსი იყო იქ და მოესმინა. მას შემდეგ, რაც ანა გაათავისუფლეს საავადმყოფოდან, ლუსი ცდილობდა დაეხმარება მას უკეთესი საცხოვრებელი ადგილის პოვნაში და კვლავ გააკეთა საუბარი წარსულზე. ანა მასთან გაუზიარა, რომ მან დატოვა ქორწინება უშუალო დღეში და წავიდა და რომ არასდროს არ დაურეკა, არასდროს არ უკავშირდებია, რომ ცხოვრობდა ქუჩაში თვეების განმავლობაში, შემდეგ იპოვა პატარა სამუშაოები და დაბინავდა დროებით ბინებში, რომ ცვალა რამდენიმე ქალაქი, ყოველთვის მოძრაობდა, ყოველთვის გარბოდა რაღაცისგან, თითქოს თავისი თავისგან. ლუკა მოესმინა და გრძნობდა, როგორ თავსდებოდა სისხლი თავში. ჰკითხა, სად არის ის ახლა? ლუსიმ თქვა, რომ ანა კვლავ იყო მარსეიში, კვლავ იქვე იმ ბინაში, მაგრამ მისი მდგომარეობა იყო ცუდი. იგი იკავებდა ძლიერ მედიკამენტებს და ზოგჯერ იყო ძალიან დაბნეული. ლუსი ამბობდა, რომ არ იყო დარწმუნებული თუ ანა გაიხსენებდა კარგად იმსაუბრებს და ამიტომაც მოვიდა, რომ ეცნობებინა ლუკას პირადად. ლუკა მიკითხა, რატომ ახლა? რატომ არ მოხვედით ადრე? ლუსიმ უპასუხა, რომ იგი არ იყო დარწმუნებული თუ სწორი იყო ეს, რომ ალბათ ანას არ სურდა, რომ ვინმეს ეცნობებინა, მაგრამ ლუსიმ იგრძნო, რომ ლუკას ჰქონდა უფლება ეცოდინა სიმართლე. ლუკას თხოვა მის სამართი. ლუსიმ დააყოვნა, შემდეგ ჩაწერა ნომერი და ქუჩის სახელი ნაწილზე. თქვა, გთხოვთ იყავით ფრთხილი. იგი არის ძალიან მკიფე. ლუკა დაბრუნდა სახლში და არაფერი უთხრა სოფის. იგი მთელი ღამე იჯდა სამზარეულოში და ფიქრობდა. სოფი დაიძინა და არ იცოდა, რომ მისი ქმარი იჯდა იქ უძრავად, თვალები ღიად, გულის თქმა რომ გრძნობდა ყელში. დილას ლუკა უთხრა სოფის, რომ უნდა წასულიყო მარსეიში ერთ დღეს, საქმის გამო. სოფი არ დასვა კითხვები. იგი იცოდა, რომ როდესაც ლუკა უნდოდა ლაპარაკი, ის ელაპარაკებოდა. ლუკა წავიდა მარსეიში მეორე დღეს. მოგზაურობა იყო 5 საათი მანქანით. იგი იპოვა მისამართი, რომელიც ლუსიმ მისცა, ძველი მრავალსართულიანი შენობა ღარიბ უბანში, ქუჩები იყო ვიწრო და მოწიწებული. ლუკა ავიდა სართულებზე ფეხით, იმიტომ რომ ლიფტი არ მუშაობდა და გააგრძელა დაკაკუნება ბინა ნომერი 12-ზე. არავინ უპასუხა. მან დაუკაკუნა კიდევ, უფრო ხმამაღლა. კარი ნელა გაიღო და იქ იდგა ქალი. ლუკა თითქმის არ ამოიცნო მას. ამელი იყო, მაგრამ ძალიან შეცვლილი. იგი იყო უაზროდ თხელი, სახეფერმკრთალი და დაღლილი, თმა მოკლე და უხარისხო, თვალებში არ იყო სინათლე. იგი ეცვა მორჩილი სპორტულ კოსტიუმს და ისე იყო ისე, რომ 10 წლეულით მეტი ჩანდა. ლუკა თქვა, ამელი. იგი შეუყურა მას ნელა, თავდაპირველად გაუგებლად, შემდეგ თვალები ცოტა გაიფართოვა. ლუკა თქვა, იგი მშვიდად, თითქოს სახელი გამოსთქვა, რომელიც დაკარგული იყო ძალიან დიდი ხანია. ისინი იდგნენ ერთმანეთის წინ რამდენიმე წუთს, არავინ არაფერს არ ამბობდა. შემდეგ ამელი გადადგა უკან და ჩაიფიქრა, რომ შემოსულიყო ლუკა. ბინა იყო პატარა, ერთი ოთახი, რომელიც ემსახურებოდა როგორც საძინებელი და სათავსო, პატარა სამზარეულო კუთხე, ძველი ოთახი. ყველაფერი იყო უაზროდ გაწმენდილი, მაგრამ თითქმის ცარიელი. არ იყო დეკორაცია, არა ფოტოები, არაფერი პირადი. ლუკა იჯდა ერთადერთ სკამზე. ამელი იდგა ფანჯრის წინ უკანა გვერდად. რატომ მოხვედი? ჰკითხა მან. ლუკა უპასუხა, ლუსიმ გამითვალისწინა. ამელი მქნია თავი, თითქოს რაღაც მოუსალოდნელი იყო. იგი არაფერს არ ამბობდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ლუკა მიკითხა, რატომ გააკეთე ეს? ამელი კვლავ დუმდა. შემდეგ თქვა ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზებით.
მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ ვიყავი შიშში. შიში იმისა, რომ ვერ ვიქნები ის, რაც შენ მოელოდი, შიში იმისა, რომ ერთ დღეს გავხდებოდი უბედური და გავაპარებდი შენს, შიში იმისა, რომ წარსულში დაკარგული ვარ და ვერ გადაველიცინ, შიში იმისა, რომ დავძლივდებოდი სხვაობა ადამიანების ცხოვრებას. მე არ ვიცოდი როგორ ვეთქვი ეს ყველაფერი, ამიტომ უბრალოდ წავედი. ლუკა მიკითხა და ეხლა ბედნიერი ხარ? ამელიმ ძალიან ნელა გაიგიმა, რაღაც ძალიან სევდიანი გამონახაზი. არა, თქვა იგი. მე ვიცი, რომ გავაკეთე შეცდომა. მე გავქექე იმისგან, რაც მნიშვნელოვანი იყო და დავრჩი ცარიელ ცხოვრებაში, სადაც არაფერი აქვს გეგმა. მე ვცხოვრობ დღით დღე, ვახერხებ არსებობას, მაგრამ ეს არაა ცხოვრება. ეს არის ადგილის დაჭერა მხოლოდ. ლუკა მიკითხა, რატომ არ დაბრუნდი? რატომ არ დამიკავშირდი? ამელი მუპასუხა, იმიტომ რომ მეშინოდა. მეშინოდა შენი რეაქციის, შენი სიძულვილისა, მეშინოდა იმისა, რომ ვერ შევძლებდი ახსნას თუ რა მოხდა ჩემში. როგორ ახსნი ადამიანს, რომ უბრალოდ გაქრი, იმიტომ რომ ვერ გაუმკლავდი საკუთარ თავს? რამდენი დრო უნდა გასულიყო, სანამ დაბრუნების უფლება მქონდა? 1 წელი, 2, 5, 12. ყოველ წელს უფრო რთული ხდებოდა იმის წარმოდგენა, რომ დაუბრუნდებოდი და ვეუბნებოდი უბრალოდ უკაცრავად. ლუკა მიგრძნო რაღაც უცნაური, არა გულისწყრომა, არა სიძულვილი, არამედ ღრმა, განუსაზღვრელი სევდა ორივე მათზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც არასდროს მომხდარა, იმ წლებზე, რომლებიც დაიკარგა. მან უთხრა მას ყველაფერი, როგორ ეძებდა, როგორ დაიღალა, როგორ შეეგუა, როგორ შეხვდა სოფის, როგორ დაქორწინდა, როგორ ჰყავდა ახლა ქალიშვილი. ამელი უსმენდა უძრავად და მის სახეზე ნელა გამოჩნდა ცრემლები, მაგრამ იგი არ აკეთებდა ხმას. როდესაც ლუკამ დაასრულა, ამელიმ თქვა, მე მიხარია, რომ შენ იპოვე ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგცეს ის, რაც მე ვერ შევძელი. მე მიხარია, რომ შენ გააგრძელე. ლუკამ ჰკითხა, შენ რას აკეთებ აქ? როგორ ცხოვრობ? ამელიმ განუმარტა, რომ მუშაობს პატარა დასუფთავების კომპანიაში, ოფისების დასუფთავებაში ღამით. ხელფასი იყო საკმარისი ქირისთვის და საჭმელისთვის და არაფრისთვის მეტი. არ ჰყავდა მეგობრები, არა ოჯახი, არაფერი. მხოლოდ ლუსი, სოციალური მუშაკი, რომელიც ცდილობდა დახმარებას. ლუკა უკითხა, თუ სურდა დაბრუნება ბოლიუში, ან სულ მცირე იმასთან ერთად დაკავშირება თავისი დედის. ამელიმ ძალიან ნელა ქნია თავი. არა, თქვა იგი. ძალიან გვიანია. მე გავანადგურე ყველა კავშირი. მე აღარ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვიყავი. არ შემიძლია დაუბრუნდე და ვქნა იმედი, რომ ყველაფერი ნორმალური იქნება. ჩემი დედა ალბათ მიძულს ან ფიქრობს, რომ მკვდარი ვარ. უკეთესია ასე. ლუკა უპასუხა, შენი დედა არ გძულს. იგი უბრალოდ სევდაშია. იგი კვლავ ელოდება. ამელი არაფერს არ თქვა. ლუკა იდო იქ კიდევ 9 საათს და ისინი ელაპარაკებოდნენ უფრო მცირე საკითხებზე, მცდელობაში რომ შეავსონ სიჩუმე, რომელიც იყო ძალიან მძიმე. შემდეგ ლუკამ განაცხადა, რომ უნდა წასულიყო. ამელიმ დაუკრა კარი გამოსაცლელად. გასვლისას ლუკამ შეაჩერა და უთხრა, ამელი, თუ ოდესმე გადააწყვეტინებ, რომ გინდა დახმარება, ან უბრალოდ ლაპარაკი, შეგიძლია დამიკავშირდე. ჩემი ნომერი უცვლელია. ამელიმ უთხრა, მადლობა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ლუკა დაბრუნდა ბოლიუში იმ საღამოს და ბოლოს უთხრა სოფის ყველაფერი. სოფი მოისმინა წყნარად და როდესაც ლუკამ დაასრულა, მან ჰკითხა, რა გრძნობ? ლუკამ უპასუხა, არ ვიცი. ნაწილი ჩემი საგვცოდნობს, რომ უნდა გავაკეთო რაღაც დავეხმარო, მაგრამ მეორე ნაწილი იცის, რომ ამელის აქვს უფლება გადააწყვეტოს თავისი ცხოვრება, თუნდაც ეს არჩევანი არის უბედური. მე აღარ შემიძლია გადავარჩინო ადამიანი, რომელიც არ სურს გადარჩენა. სოფი მუთხრა, შენ გააკეთე, რაც შეგეძლო. დანარჩენი მისია დამოკიდებული. ლუკა არასდროს დაუბრუნებია ამელის. არასდროს დაურეკა. იგი მოინახულა კოლეტს ერთ კვირაში და უთხრა, რომ ნახა ამელი, რომ იგი იყო ცოცხალი, მაგრამ არ სურდა დაბრუნება. კოლეტი ძალიან ბევრს სტიროდა იმ დღეს, მაგრამ ასევე იყო რაღაცა თავისუფლება მის ტკივილში, თითქოს ბოლოს შეეძლო დაიწყო გლოვა. 2 წელი გავიდა. ლუკა ცხოვრობდა თავის ცხოვრებაში, ზრდიდა ემას, მუშაობდა მეურნეობაში, იყო ქმარი სოფის. მაგრამ ყოველთვის რჩებოდა პატარა ნაწილი მისი გულისა, რომელიც აკავშირებდა იმ გაზაფხულის დღეს 2008 წელში, იმ ქალს, რომელიც წავიდა და ვერასდროს დაბრუნდა. 2022 წლის თებერვალში ლუკას დაურეკა ლუსი კიდევ. მან თქვა, რომ ამელი გარდაიცვალა. იგი იპოვეს თავის ბინაში, მშვიდად, საწოლში.
დოქტორებმა თქვეს, რომ იყო გულის უკმარისობა დაკავშირებული წლებით არასწორი კვებით და სტრესით. ამელის იყო 55 წლის. ლუსიმ უთხრა ლუკას, რომ ამელიმ არ დატოვა არაფერი, არა წერილი, არა ანდერძი, არაფერი. მისი რამდენიმე ნივთი იყო მცირე ყუთში, რამდენიმე ტანისამოსი, ერთი ძველი ფოტო მისი მშობლების და პატარა ნოტბუქი, სადაც იგი წერდა რაღაცეებს, მაგრამ ნოტბუქში თითქმის არაფერი იყო. მხოლოდ თარიღები და მოკლე წინადადებები, როგორიცაა დღეს წვიმა მოვიდა ან დღეს ვიფიქრე ბოლიურზე. ლუკა წავიდა მარსელში მესამედ და მეოთხედ, რათა მოეწყობინა ამელის დასაფლავება. იყო ძალიან მცირე ცერემონია, მხოლოდ ლუკა, სოფი, რომელიც მისი მხარდასაჭერად ჩამოვიდა, ლუსი და ორი სხვა სოციალური მუშაკი, რომლებიც იცნობდნენ ამელის. კოლეტი იყო ძალიან მოხუცი და ავადმყოფი და ვერ მოგზაურობდა, მაგრამ ლუკამ გაუგზავნა ფოტო სამარხისა. ამელის დაკრძალეს მცირე სასაფლაოზე მარსელის გარეთ, ადგილი, სადაც ცა იყო ნათელი და ზღვა ჩანდა ჰორიზონტზე. დასაფლავების შემდეგ ლუკა და სოფი დადიოდნენ სანაპიროს გასწვრივ დიდი ხანი. ზღვის ქარი იყო ძლიერი და ცივი. ლუკა იდგა კლდის კიდეზე და უყურებდა წყალს. სოფიმ ჰკითხა, რას ფიქრობ? ლუკა უპასუხა, ფიქრობ იმაზე, რომ ზოგჯერ ადამიანები კარგავენ თავიანთ თავს და არასდროს ვერ პოულობენ ისევ. ფიქრობ იმაზე, რომ ყველა ჩვენგანი იბრძვის რაღაცთან შიგნით და ზოგიერთებს შეუძლია გაუმკლავდნენ და ზოგიერთებს არა. ამელი ცდილობდა გაქცეულიყო საკუთარი თავისგან, მაგრამ ეს შეუძლებელია. სადაც არ წახვიდე, შენი თავი მოსდევს. სოფიმ ჩაიჭიდა მის ხელს. მან თქვა, მე ვარ აქ. ლუკამ უთხრა, მე ვიცი. და მე მადლობელი ვარ. ისინი დაბრუნდნენ ბოლიუში მეორე დღეს. ცხოვრება გრძელდებოდა როგორც ყოველთვის, მუშაობა, ოჯახი, ყოველდღიური რუტინა. ემა დიდდებოდა, იწყებდა სკოლას, ეძღვნებოდა ნახატებს. ლუკა და სოფი ამატებდნენ ბაღში ახალ ხეებს, აკეთებდნენ პატარა საშობაო სადილებს ოჯახისთვის, უყურებდნენ, როგორ იცვლებოდა სეზონები. მაგრამ ლუკა ყოველთვის იტანდა პატარა ფოტოს ამელისა თავის საფულეში, ის ძველი ფოტო, რომელიც გადაიღეს ერთად 2006 წელს ზღვასთან, ორივე ახალგაზრდები და ღიმილიანები ჯერ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. იგი ყოველთვის ინახავდა იმ წერილს, რომელიც ამელიმ დატოვა ბუკეტში, შეკრული პატარა ლენტით, ერთ უჯრაში თავის სამუშაო მაგიდაზე. იგი არასდროს საუბრობდა ამაზე ხმამაღლა, არა ემასთან, არა სოფისთან, არავისთან. 2025 წლის ივნისში, 10 წლის შემდეგ მეორე ქორწინებისა და 15 წლის შემდეგ ამელის გაქრობისა, ლუკა იდგა იმავე ეკლესიის წინ და უყურებდა, როგორ თამაშობდა ემა თავის ბებიასთან ეზოში. იგი იყო 41 წლის ახლა, უფრო მოხუცებული, თმაში რამდენიმე ნაცრისფერი ძაფი, მაგრამ უფრო მშვიდი ვიდრე ოდესმე. სოფი მივიდა მის გვერდით და აკრა ხელი მის მხარზე. მან ჰკითხა, კარგად ხარ? ლუკამ უთხრა, კი. მხოლოდ ვიხსენებ. სოფიმ თქვა, მე ვიცი. ისინი იდგნენ იქ ერთად, უსიტყვოდ უყურებდნენ, როგორ კლებულობდა მზე ჰორიზონტზე, როგორ ხდებოდა ცა ნარინჯისფერი და მოიალისფრო. გარშემო ყველაფერი იყო მშვიდი. სოფელი აგრძელებდა ცხოვრებას როგორც ყოველთვის, ადამიანები დადიოდნენ, მუშაობდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ, აგრძელებდნენ. ისტორიები, რომლებიც არასდროს არ გადმოიცემა სრულად, ტკივილი, რომელიც იმალება მომღიმარი სახეების უკან, არჩევანები, რომლებიც ცვლის ცხოვრებებს დაუბრუნებლად. ლუკას აღარასდროს სრულად გაუგია, რატომ წავიდა ამელი იმ დილას, რა ზუსტად იყო ის შიში ან ტკივილი, რომელმაც აიძულა ის ასე მკაცრად გადაეწყვიტა. არც ოდესმე იცოდა თუ ფლობდა თუ არა ამელი მართლაც იმედს, რომ იპოვიდა რაიმე უკეთეს, ან უბრალოდ გარბოდა, ვიდრე ძალა ჰქონდა გარბენის. მაგრამ ის იცოდა ერთ რამეს, ზოგჯერ ადამიანები იკარგებიან, არა იმიტომ, რომ აიღებს ან იმალება, ან რაიმე ხდება მათთან, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ კარგავენ საკუთარ თავს და გზას აღარ პოულობენ უკან. ზოგჯერ სიყვარული არ არის საკმარისი. ზოგჯერ სახლი არ არის საკმარისი. ზოგჯერ არაფერი არის საკმარისი და ადამიანი გადადის მარტო ბნელში, ცდილობს რაღაცას, რომელსაც თავად ვერ სახელდებს და რაიმე ვერასდროს არ ბრუნდება. ლუკამ იცოდა ასევე, რომ ცხოვრება გრძელდება მაშინაც კი, როდესაც არ გვინდა, რომ ზოგჯერ ბედნიერება მოდის არა იმ ფორმით, რომელსაც ველოდი, არამედ მშვიდად, ნელა, მცირე დღიური მომენტებში, რომლებსაც თუ არ ვაქცევთ ყურადღებას გვეკარგებიან. იგი იცოდა, რომ საყვარელი ადამიანი, რომელიც გაგიშვა ხელიდან, არ შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ახალი ადამიანი, რომელიც დგას შენს გვერდით, იმსახურებს სიყვარულს, რომელიც შეიძლება მიეცეს მთლიანად, წარსულის ჩრდილის გარეშე. მზე საბოლოოდ ჩაიფლა და ცა გახდა მუქი ლურჯი, თითქმის შავი. პირველი ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ემამ დაუძახა, რომ შიგნით წასულიყვნენ საწყამლად.
ლუკამ და სოფიმ შებრუნდნენ და ერთად წავიდნენ ოჯახის სახლისკენ, სადაც ელოდათ სინათლე, სიცხე, უბრალო ვახშამი და ერთი მშვიდი საღამო მსგავსი ათასობით სხვა საღამოს, რომლებიც შედგებიან და რომლებიც ბოლოს-ბოლოს აგებენ ცხოვრებას.